შესანიშნავი ქართული ოჯახი, რომლის სასიმღერო ხელოვნება დიდი ხანია გამორჩეულად უყვარს ქართველ მსმენელს. გთხოვთ შეეგებოთ ჩიქოვანების მომღერალი ოჯახი. მოგესალმებით. ჩემო გიგლა, ქალბატონებო, ჩემო ბორის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გადაჭარბების გარეშე და დიდი სიხარული რომ მაქვს საშუალება რომ დღეს გიმასპინძლოთ ჩვენთან ოჯახში. ჩემს სანათესაოში, სამეგობროში ყველგან იყო თანამედროვე ენით რო ვთქვათ ის ვინილი, ფირფიტა, ჩიქოვანების ოჯახის გარდა ამისა ხშირად ისმოდა თქვენი სიმღერები რადიოში, ტელევიზიაში, ჩვენი მუსიკალური ცხოვრების აი ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი უკავშირდება სწორედ ჩიქოვანების ოჯახს და ამიტომ განსაკუთრებით მინდა რომ მოგეფეროთ და დიდი მადლობა გითხრათ აი შესანიშნავი შემოქმედებისთვის. როგორც წესი კარებზე არის ხოლმე წარწერა, თქვათ სახელი გვარი, ან მხოლოდ გვარს ამოიკითხავს. შეიძლება თქვათ თუ ეზოა, ეზოში ავიძაღლია, მაგრამ მიმდინარეობს რეპეტიცია და ზარი არ დარეკოთო, მხოლოდ თქვენ ოჯახს შესასრულთან იყო ესეთი წარწერა, ხო? შემოგიგლა. მინდა გთხოვო რომ გავიხსენოთ ეს ყველაფერი. ჩემს ყველა მეგობარს ეს კარგად ახსოვს, რომ იცოდნენ ხოლმე რომ გამომივლიდან რომ სადმე წავსულიყავით. რეპეტიცია რო ეწერა ის აზრი არ ქონდა, არ ჯარის დარეგოს, არ ტელეფონზე ჯარის შემოშლება, იმიტომ რომ ის 3-4 საათი თან მამა მაქვი ძალიან კაცრი იყო. რეპეტიცია იყო, მართლა რეპეტიცია. ეხლა იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის რეპერტუარი ის მრავალფეროვანი იყო. ეს არ იყო მარტო ქალაქური, ან ფოლკლორი, კლასიკა და ამას უნდოდა სერიოზული მუშაობა. მოცარტს როცა მღერი ხარ თითოეული ნოტი და თითოეული და მაგისტრის ვერ ვიცი და ეწერა გარებზე. არავის არ ვღებულობ და არ სტუმარს, არ ნათესავს არავის. დაგეტილია ყველაფერი, ვივართ და მესადინეობ. გიგლა შენ მამა ახსენე და საოცარი პიროვნება იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი პროფესიონალი მუსიკოსი, შესანიშნავი, ლოტბარი და კონსერვატორიაში ჰქონდა მას დამთავრებული და იმავდროულად პროფესიონალი ფსიქიატრი და ამ კუთხითაც ძალიან ხმამაღალი სიტყვა აქვს ნათქვამი, ესეც მინდა რომ აღინიშნოს დღევანდელ დღეს და მოდი მამაზე მარიკა მილაბარაკოს, გავს კიდევაც რა გარეგნულაცავ და მე უფრო დედისკენ ავარ და მე და ამ შემოქმედების სულშემდგმელი მამა იყო, როგორც გემძანეთ, მამა ძირითადი პროფესია იყო მისთვის ორივე, მაგრამ მას მხარი აუба იფიგენია შარაშიძემ, დედა ჩვენმა, დედის მხრიდანაც გოგეშვილები შარაშიძეები შესანიშნავი შემსრულებლები ყოფილან. ასე რომ ძალიან მუსიკალური იყო დედაც და აღმოჩნდა რომ ისიც ასევე ძალიან იყო შეყვარებული ამ სიმღერაზე. და შესანიშნავად გაუგეს კურსელები იყვნენ პირველი კურსიდან სამედიცინოზე ერთად მოდიოდნენ და ნუ აი 4 წლის მერე უკვე დაოჯახდნენ, მაგრამ მანამდე ეს დიდი სიყვარულის ისტორია ესე გრძელდებოდა და დედა და მამა გიტარაზე ერთ ოთახში, მეორე ოთახში ლამაზად ღიღინებდნენ. სკოლიდან მოვდიოდით თუ ისე, აი ესე უყურებდით ხოლმე როგორ ლამაზად ასრულებდნენ. მამა შესანიშნავად ფლობდა ინსტრუმენტს და რა ვიცი, ბოლომდე სანამ შეეძლო და სანამ ხელები ემორჩილებოდა ბეთჰოვენს, შოპენს, რა მაშკოვსკის ეჭვდით. ტექნიკურად ის უჯობდა მე. ხალხი რომ მეც არ ვიყავი ცუდი პიანისტი. ლოტბარი დანეთ თქვენ და მართლაც აი მამას ყავდა სამედიცინო ინსტიტუტის გუნდი, კონსერვატორიაშიც პირველი სტუდენტი აი ვოკალური ანსამბლი ხემძღვანელი იყო მამა და იქ ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და არაჩვეულებრივი მუსიკოსები იყვნენ მასთან დახური. აზორი ერქვა მაიშვილი, ბადრი თოიძე, ომარ ჩიტაია, ომარ სიხარულიძე, წარიელ ბერაძე, ვაშკო ვალიშჩანოვაშვილი, გიმუნჯიშვილი, გულანოლიძე. არაჩვეულებრივი ხალხი და სახელოვანი ხალხი და რეპეტიციები ჰქონდათ ჩვენს ოჯახში თურმე. ვაკეში ქობულეთის ქუჩაზე, სადაც ახლა მისი მემორიალური დაფა და მეზობლებიო გიждდებოდნენ რომ კაცო რა აქვთ ამ ჩიქოვანებს ამდენი რომ ასეთი გამოდიოდა ისეთი და ნუ ფსიქიატრი იყო მამა და მას უკავშირდება ისეთი თემის შემოტანა ფსიქიატრიაში, რომელიც საბჭოთა ფსიქიატრიაში ტაბუდადებული თემა იყო. ეს იყო ფსიქიკურად დაავადებულთა მხატვრული შემოქმედება. ეს 60-იან წლებში ხდება, მაშინ, როცა ჯერ კიდევ
დასავლეთ ევროპაში თემაში არ იყო ამ თემაზე არ მუშაობდნენ. პირველი დისერტაცია მან დაიცვა ამ თემაზე. სომხეთში დაიცვა პირველი და გიგლა მოყვება ახლა ამ ისტორიას. სომხეთის ისტორიას, ხო? ახლა რა შეიძლება? იმგენმა არ იცოდნენ, დედაჩემი იყო სოლოლაკელი და სომხური იცოდა, არ მოუდგენია. წერდა, კითხულობდა და ეგონები ზოგს, ეგონათ აქ რომ კაცო რამე სომხური ხო არ გირევია და არა ბატონო შარაშიძე იყო мама, დედა გოგეშვილი და ჯაყელი და ბებია და რა ვიცი, მაგრამ წყალივით ლაპარაკობდა. იქ რო ჩავიდა, ამ ოპონენტებს რო ხვდებოდა мама ჩემი ხა იქ სხვა პროფესორებიც იყვნენ, დედაჩემს ხო ესმოდა იმათ საუბარი, საღამოთი სასტუმროში უყვებოდა, რომ იმან ეს თქვა, ამ შენს თემაზე ესე. მეორე დღეს мама ჩემი მომზადებული მიდიოდა და გიждდებოდნენ რომ საიდან რაღაც ეს რომ მოხდა ყველაფერი დაპატიჟეს აკადემიკოსმა დააპატიჟა ოჯახში დაპატიჟა თავისთან და შეკრებილები არიან. მაგრამ სუფრაზე რაღაცნაირად მიხვდნენ რომ ან ამან უნდა იცოდეს სომხური ან იმან და მიხვდნენ რომ დედაჩემმა იცის სომხური და წავიდა ხა როგორც ჩვენთანაც ხო ეხლა თუ ორი ქართველი მოხდით გერმანიაში ქართულად ლაპარაკობ გერმანელი იჯდება თუ ინგლისელი რაღაც მოწყობა ეს ესეა და ყველამ დაუწყო დედაჩემს ლაპარაკი და კითხვა პასუხის რეჟიმში არის რომ ეკითხებიან რამდენი შვილი ყავს ამდენი ბიჭი ამდენი გოგო და სომხურად ბიჭი არის დედაც ეკითხება და ბიჭი არის ყავდა გოგო არის აღჭი რო ეკითხებიან ეს სიტყვა ტყავ მექ ტყავ ირეკ ტყავ ერქუ ტყავ ეს ტყავ ფიგურირებს რა სიტყვაზე ამ კითხვა პასუხი და რაღაც მომენტშიო დედა მიყვებოდა მამაშენს გადმოხედებოდა კაცო გაწიფლებულია პამდური ვიფიქრეთ ცუდად წლევან ხო არ აუწია და გზურიკო ცუდად ხო არ ახარ და ცუდად კი არა ტყავ რას ნიშნავს მითქვა რას ლაპარაკებია ჩემო რა კაცო ტყავ ბიჭს ნიშნავს ბიჭს ნიშნავს დედას იუმორზე გიორგი თორსა იუმორინები დაიწყო მეუბნება დედა შეუძლია მიხვიდე მე მგონი ის საოცარი იუმორი საოცარი კიდევ ერთი მაგალითი შემილია დედას მოგიყვანო სომხური ენის ცოდნასთან დაკავშირებით მოკლედ საქართველოს და სასოფლეთის დელეგაცია სადახლოზე ხდება ერთმანეთს რაღაცა საკითხში ვერ მოგვარდნენ და იქით სუფრა გაიშალა, სუფრა ზივარს ერთად, ქართველები, სომხები, კაი მეგობარია ის ბიჭი ჩემი. იქ სუფრაზე გაგრძელდა ეს პროცესი რაღაცა და ქართულმა მხარემ უთხრა ხა დეტალებში არ შევალო, მოდი სუფრაზე არ ვილაპარაკოთ საქმიან ურთიერთობებზე. მაგრამ მაინც ისინი ვიცი რაღაცა და ცოტა რომ დაიძაბა სიტუაცია ხა რითი განმემუხტა არ ვიცოდი და დავრეკე და დედაჩემს ვეუბნები რომ დედა სომხურად უნდა ელაპარაკოთ. მაცადებ ბიჭო რაღაცას ვეცხოვოთ, რაღაცას სად. და მე ვთქვი ძალიან ძიმე სიტუაცია და უნდა შენ განმუხტომე. და ვეუბნები ამ ჩემ მეგობარს რომ არმენ. მომდანდა ერთი პაჟალს და რუსულად საუბრობთ რომ დედაჩემს უნდა რომ დაგელაპარაკოს. ადგა ისო და რუსულად გამარჯობათ მამაჯან კიდევ და უცებ დედაჩემმა სომხურად რო უპასუხა, ამას სომხურად გაუგზავნა და უყურებს სუფრას და ქართველები გაკვირებული მიყურებენ, აქედან სომხები გაღიმებულები გამიგებენ, დედაჩემს ელაპარაკება, იციან, მაგრამ და რო დაკიდა ყურმილი მომიბულა და სომხურად მეკითხება. გიგლაჯან მაირი ხაია, დედა სომხი ყავა, არა მე. ქართველებმა მომწრე, არა მოვისურვ შემდგომი. ამას სამაგიეროდ საქმე გაკეთდა და გარიბობდა დავიდა მე მაგარი кейფი. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და ერთი სიმღერა თქვენი რეპერტუარიდან, აი რომელიც მახსოვს მე პირადად და აი ძალიან მიყვარს. მინდა გთხოვოთ რომ შევასრულოთ აქვე ჩვენი შოუ სტუდიაში ცოცხლად. თუ შეიძლება ძალიან დიდი მადლობა ბატონგია მოწვევისათვის თქვენი ოჯახი, თქვენი мама, თქვენი ქვეყნის ჩვენი საამაყო პიროვნება არის მუსიკა არა მარტო მუსიკოსი საზოგადო მოღვაწე გადაეცით ჩვენ დიდი სიყვარული თქვენ ლამაზ ოჯახს და დიდი მადლობა ყველაფერი იმისთვის რასაც თქვენი ოჯახი ქართულ კულტურას როგორც თქვენ ემსახურებთ. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
ჩვენ ახლა თინუკი დადიანის სიმღერას შეგისრულებთ. ეკას ბიჭი ბორია, სიყვარია, ეკა, მარიკა და გიგლა. გვანც არ არის და გვანცას აქედან ჩვენს მიიღწევს. მართლა დიდი მოკითხვა და მალე გამოჩაფთელება უსურვო. იმიტომ რომ ერიკო შეუძლოთ იყო და აბა გთხოვთ. აბა სამღერავს ვინი მღერებს, ჩემს ადირავს ვინი დირებს, ჩემს მაგივრა და ვინი ღელვებს, ჩემს მაგივრა და ვინი ღირებს, მალე სანთლებს ჩაქრობენ, გულშიზე Չարատորեմ գրիանվե Ես վեցադա ես մինդորի Ես ղելե դամըթա Մե արցը մոմիտանիադա Վերցտավի ղևըթա Ամդալոցու միծազը Վելապերի Տավըտեպա Վրամե թուղար իծամե Ուղուդավեպիս տավըտե Oranela temdeva Ora chikara hamdeva Gitam vedada kivili Tanada tan miakhdeva Male santreb chakrobe She said, Mina udeba, Charatorem, Charatorem, Grianodem. Bravo! ურმესი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის. ყველაფერი საუკეთესო თქვენი შესანიშნავი ოჯახის თითოეულ წევრს. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმარი გახლდათ ჩიქოვანების მომღერალი ოჯახი. დიდი მადლობა მათ.